მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით მე და ჩემი ძმა ტბები კარფში. მოგეხსენება დავდივარ ხოლმე მეგობრობ ამ ტბის მებატრონისთან. და ეს ტბა იმიტომ მომწონს, რომ გაველურებულია რა, არ აჭმევს და ძალიან ძლიერ მოსაპოვებელი თევზია. ეხლა ამოვედით, სუსტად გვაქვს 4 საათი, მე და ჩემი ძმა ვითევზაოთ და კობრი დავიჭიროთ. და ნახოთ. დღეს რა შევთავაზეთ, როგორ შევთავაზებ ამ ყველაფერს. ეხლა გეტყვით. კონტროლის ვარიანტში მაქვს ჩაგდებული ჯერჯერობით. არ ვთევზავ, მაგრამ ჩაგდებული მაქვს ბოილები მაქვს. დღეს ვითევზავ მე ბოილებით. ჩემი ძმა ითევზავებს ჭიით და სიმინდით. და ვნახოთ რომელი უფრო იაქტიურებს. მოდით ახლა ვნახოთ საათლი ყველაფერი დაგვჭა სახში და გვათხოვა ტბის მეპატრონება ესეთი სათლია. მაინც გაველურებულია მეგობრებო და ამას რა თქმა უნდა კოპტოს უზავ, რომ მეპატრონი იძახდა ხოლმე რომ კოპტოს კუბიკებზე ვიჭერო და ჩემი აქცენტი ზუსტად და დამუშავება მაგაზე მიანიშნებს. ესეთი კობრის ქლიავის არომატით ვიყიდე, შევიძინე კობრის არის. მოვზილავ ჯერ ნახევარს და მერე ნახოთ რა იქნება. ესეთი სქელი ფრაქცია. მოგეხმარებ, იცი? ესეც კოპტონი გაურიოთ. წყალია მოვიხოთ. წებოვანი მასა, ფლეზე რომ დამაგდეს, ჩემო კარგებო. მოვდიროთ კარგად. აი ესეთი მასა, მეგობრებო. გვჭირდება ჩვენ ამ წამს და ამ პერიოდში, ამ სიტუაციაში. მაგარია ძალიან. აი ხა, გავუკეთოთ და ჩავახტოთ. აი მეგობრებო, ესეთი მეტოქ ფიდერი, ანუ ფლეტი, ბანჯოსებრი. სამატლება. ეგეთ. იმისა. აი ხე დავაწერებთ კარგად. როგორც მასაც მინდა ისეთი მასა, რომ კოპტონის თემაში რა, როგორც კოპტონი არის მყარი, ისეთი მყარი მინდა, იმიტომ რომ აქ როგორც ვიცი, კოპტონზე იჭერენ. და მიჩვეულია მყარ ჭამას, მყარ დასაკვების. აი ესეთი ბოილია კიდე, წერი. აი ესეთი ბოილი, ანანასის არომატით დავუმაგრებ აქ, ესეთ მდგომარეობაში და პირველს გადავისვრი. აბა ნახოთ პირველი თევზი რა იქნება და როგორ იქნება. კარგად სადაც მინდოდა იქ ჩავარდა. აბა ნახოთ. გააქტიურდება გეუნები, წვიმა გადაიღებს. შანგბადი მეტი იქნება. ვიჭე ეს ძველი სადავეა თუ გაუკეთე რა. დაჟდა. აუშ, მოკოტო. სასწრაფე? გაში. მაგას აკონტროლე. აგე, სას. წითე ბოილს. ის არის. კასობი. ქაშუბლადო. მოკოპინეც და ტრანსპორტული ნემსკავი მიკეთია რა. ხო და მალე უნდა მოვიყვანო თორე. მოწესოთ შენ დააწვინე.
დააწვინე, სოსო, დააწვინე. კაცობრიობი ის არის. დააწვინე, სოსო, ჩააწვინე. არა, ის არის. სქეშუბლა. შუბლა არა მგონი აზე დაждდებოდი. ისა რა ქვია? ხო, სქეშუბლა, მაგის მეტი რა ვიცი თო. მიდი. და რაზე და? სოსო მიდი. ხო. სქეშუბლა დავიჭირეთ ბოილზე მეგობრებო. აი მეგობრებო, სქეშუბლა ბოილზე. ეს რო ბოილი ამოდისა ტივტივებს, მაგიტომაც დაჯდა სქეშუბლა. რა ესეთი სქეშუბლა დავიჭირეთ. აი მეგობრებო, ესეთი სქეშუბლა დავიჭირე ფლეთზე ბოილზე. შაუში და წავიდით. აღარ გაიზარდა. აჰა. რა. შეაგდი და ეგ ადგილები დაგიყვება რა. აი მაგ ადგილებს დაგიყვებაო რა და. შეხედება. არა. პატარა იქნებოდა უეჭვე. პატარა იყო. მოკლედ მეგობრებო, დავიწყეთ თუ არა 5 წუთში დაარტყა რაღაცა დიდმა, რომელიც ფიციონი ჩათვდა, ფიციონი რა მქონოდა, წაიღებდა, მომპარავდა ანკეტს რა თქმა უნდა. ოღონდ ეგრევე გამიწვიდა რა. ჩემრალი იყო, იმიტომ რომ ტუნისში ნაქონი სადავით ვითევზავე, რომელიც უკვე დეფექტიანი იყო, ჩემი ვარაუდებით და რა თქმა უნდა, აი მან დაუშვი შეცდომა, რომ იგივე სადავით დავიწყეთ ევზაობა რა. მერე იყო ნახავდით, რომ სქეშუბლა დავიჭირე ბოილისა პოპ-აპზე, წითელ ფერზე. ეხლა მოდი ახსნათ რა მოხდა, ხო? მოიხსენებათ, რომ სქეშუბლა არის ფილტრი, ტბის ფილტრია, ჩათვალეთ, რომ რაც ცუდია წყალში და ნაწილაკები და ასე შემდეგ და ნარჩენები ფილტრავს და ჭამს. ამ დროს ეტყობა ლიფსიტა მივიდა, ან წვრილი თევზი მივიდა იქ, ბუღი დააყენეს. ამ დროს ჭამა დაუწყო ამ ნაწილაკებს, რა თქმა უნდა და ესე დავიჭირეთ, ნემსგავზე იყო აღებული, პირით უნდა აღებული, ჩვეულებრივად ნემსგავზე დავიჭირე სქეშუბლა რა. პირველად დავიჭირე ხა მაგაც, რა თქმა უნდა, ხა დაგეგმილი მაქვს, რომ მაგას რა თქმა უნდა თავის მონტაჟები გააჩნია, რომ სქეშუბლა იჭირო კონკრეტულად მიზანმიმართულად და ესე პირველად დავიჭირე ფლეთზე რა. მოკლედ ეხა ველოდებით უკვე 4 საათია. ერთი განხორციელება მოხდა და ის გამექცა, მეორე ამოვიყვანე, ერთი კიდე დაარტყა და არ დაჯდა. ეხა ველოდებით რა საღამო პირია. 8-მდე გავჩერდებით და ვნახოთ რა იქნება. დაკვებილი გვაქვს ადგილი. ზუსტად აი ამას გაჩვენეთ ეხლა სადაა დაკვებილი. აი ეგ წყალში თუ ხედავთ, რკინაა რა და აი ეს რკინა არის ორიენტირი ჩვენი, მან ტყვებავ. და ვნახოთ რა იქნება რა, დავროდოთ სიტუაციას რა. დანარჩენს ყველაფერს მოგეხსენებთ წერტილი რა, აბა დროებით. ეხლა ჩემო კარგებო, სანამ გაჩერებულია და არც ვცდილობ რაღაცები მოვიფიქრო, დასასვენებლად ვართ ამოსული მე და ჩემი ძმა. საღამოფრის ველოდებით უბრალოდ რა. მანამდე ეხლა ანკე ტიპი ჯოხი ვეთხოვე მე პატრონეს და ვითევზავებ ამით. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ ამ კოჭით როგორ თევზაობთ, ეხლა მე მოგეხსენებათ მდინარეზე დიდი გამოსილება მაქვს და ტლაზეც, ბავშვობაში თუ ამით თევზავით ხომ ტბებზე და მდინარეზეც. ეხლა როგორი თემაა, ნახეთ, შორსო გავისწროთ ხა, ზოგი ვერ ხმარობს და მაგიტო. ტივტივის მოქნევა და გამოკრა უნდა იყოს ერთი. მიდის და ნახეთ საწავიდა ტივტივა, და არ არის აბრანდვა. ამას უნდა ძალიან დიდი დამოღავება, სწავლა უნდა და ერთი დიდი სიამოვნება ამ კოჭით ევზაობა რა. ეხლა ახლოში დავყვებავ, იქ კარჩხანაზე გავერთო, თან მე პატრონეს უნდა თეთროზე კარჩხანა. ერთობა ხოლმე და კარგი ემრიალეთ მიირთმევს. მოკლედ, რავი, ისო გავიმეორდები, რომ ტბები, კარპი, ახალ უბანში ვართ, ძალიან მაგარი ამბავია, რავი, დასალაგე კოდეჯებია, ამოხარ დაისვენეთ ოჯახით. ძალიან მაგარი ადგილია რა, მასაკაი ადგილი და სიწყნარე, სიმშვიდე და რავი. გავერთობთ ეხლა
ტიპტიპი გავეთობი, სანამ სიჩუმია. ჩაგდებული გვაქვს ეს ორიანკესი. მეთოდ ფიდელის ჯოხი კონკრეტულად და ესეც 50 გრამზე პიკერი. გატარება და გაჩერდა. ხო დავყვებოთ მეგობრებო და ხო იკვებება სწორად ამას გაჩვენეთ. ჯერ ტიპტიპი მიდის, რა თქმა უნდა. ორიენტირად ტიპტიპას ვიყენებთ. და მე რა თქმა უნდა ერთი მუჭით, რა ვიცი როგორც გდებოთ ესეთი ბურთულები. და ტიპტიპას ვესვით. ესე. ორი ცალი ეყოფა. აჰა. ჩაიხა გავაგზავნოთ. მე ვიჭი ესეთი თეთრულეს მეგობრებო და უგროვებ მე პატრონესო გემრიელად მივიწვევ ხოლმეო ესეთი თეთრულები. თეთრი მატლი. სასამ დაიჭირა. მეგობრებო, ესე დავიწყებ ვიდეოს დამთავრებას. ვინც არის ეს ტბა, არის გაველურებული წყალსაცავი. ანუ პატრონი მიყავს იმას აღნიშნავს, რომ აჭროს და ასე შემდეგ. მაგიტომ დავდივარ. ერთიო ჩემი მეგობარია და მეორე იმიტომ დავდივარ და მუღამი მაქვს, იმიტომ რომ წყალსაცავს თევზებს არ აჭმევენ. და ფიქრი გჭირდება და ფიქრობთ და გათვლები გამოთვლები და მაგიტომაც მე მომწონს ეს ტბა, რო იცოდეთ რა. მოკლედ პირველი აქცია იყო ძალიან დიდი იყო და ამოვიყვანდი ოღონდ შესაძლოა დაუშვი რომ ძველი სადავე გაუკეთე ეფექტიანი მაგიტო დაუშვი შესაძლოა მე ამოვიყვანე სქეშუბლა 2 კილომდე იქნება კილონახევარი ვეცადეთ ყველაფერს მაგრამ ეხლა რაღაცა ერთი რაღაცა გითხრათ კიდე ჩამოვარ და დეტალებში ავხსნი და საბუთ ავხსნი ამ ყველაფერს მაგრამ ეხლა ისი თქმა მინდა აი ესეთი თუთის გარშემო ღობეები აი თუთებია სულ ხო ხედავ თუთებს აი თუთა არის რა ეხლა ისი თქმა მინდა როცა ტბაში არის თუთა და ბაზა აქვს თევზს და ჭამს თუთას რა რა თქმა უნდა თუთაც უცადე ყველაფერი უცადე მაგრამ არაფერზე არა იყო რა უცადე თქმა თუთაც იყო თუთას ჭამს ბაზა აქვს რო იცოდეთ და ამ დროს რა თქმა უნდა სულ პასიურობს ჩვენ სატყუარებს და ასე შემდეგ რა პირველი ჩაგდება იყო ეგ იყო მე მოკლედ ეგ თემა იყო რა სხვა დროებით მეგობრებო ამით დავამთავრებთ რა თუ სამ დავშლით ანკეფებს თუ რამე დაჭდა შეგეხმიანებით რა სხვა დროებით